გამარჯობოთ მეგობრებო და გონიერო ადამიანებო. თქვენს გაძლევთ სალამს მონებო. მხოლოდ იმ მოლოდინით, რომ ოდესმე შეგსწხვებათ საკუთარი ოჯახისა და თავს დააღწევთ მონობას. მე ამისი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში ყველა იყოს თავისუფალი ადამიანი და არავინ არ ჰყავდეთ დამონებული. არც ერთ ძალას, არც პოლიტიკურს, არც სოციალურს, არც გარეძალებს, ყველა იყვნენ თავისუფალნი და იფიქრონ და იზრუნონ საკუთარ ქვეყანაზე. მეც ბედნიერი ვიქნები და დარწმუნებული ვარ, თქვენც ბედნიერები იქნებით, როდესაც დაინახავთ ამ სურათს საკუთარ ქვეყანაში. სანამ საერთაშორისო ვითარებაზე მოგიყვებით, ჩემ ხედვას და შეფასებას მიმდინარე პროცესებზე, მანამდე მინდა რამდენიმე ცხოვრებისეულ კანონზე და მორალზე შეგახსენოთ. თანამედროვე სამყაროს სოციუმი ისევეა მოწყობილი, როგორც ძველი მსოფლიო. ანუ მონათმფლობელობა გათანამედროვებული პრინციპით, რომელიც თავისი არსით ერთი და იგივეა. მხოლოდ ერთეულებმა დააღწიეს თავი მონობას, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო მომენტია. მაგრამ როგორც ისტორიიდან იცით, ყველაზე სასტიკი მონათმფლობელები ყოფილი მონები არიან. ჩვენ ეს გვისწავლია როგორც ისტორიაში, ასევე წაგვიკითხავს ლიტერატურაში და ამის შესახებ კარგად ვიცით. და როგორც კლასიკიდან არის ცნობილი, როდესაც მონას კითხეს, რომელ პატრონს აირჩევო, ცენტურიონს, ანუ თავადს, თუ გათავისუფლებულ და გამდიდრებულ მონას. ბაზარზე ნახიდმა მონამ ცენტურიონი აირჩია და როდესაც კითხეს, რატომ გააკეთე ასეთი არჩევანიო, მან უპასუხა, ყოფილი მონები ყველაზე სასტიკი და საზიზღრები არიანო, რადგან თავისი წარსულისთვის ჩვენზე იყრიან ოჯავრებს. უბრალოდ კლასიკური ტექსტი შეგახსენეთ, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე. დანარჩენი თვითონვე იფიქრეთ. ახლა სხვა მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ ორი ადამიანის მდგომარეობა. თუ მე პისტოლეტი მიჭირავს და შენც გიჭირავს პისტოლეტი, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონზე. თუ შენ დანა გიჭირავს და მეც დანა მიჭირავს, შეგვიძლია ვისაუბროთ წესებზე. თუ შენ ხელცარიელი მოხვალ და მეც ხელცარიელი შეგხვდები, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ გონიერებაზე. მაგრამ შენ თუ პისტოლეტი გაქვს და მე მხოლოდ დანა, მაშინ სიმართლე აპრიორი შენს ხელშია. იმ შემთხვევაში თუ შენ პისტოლეტი გაქვს და მე არაფერი არ მაქვს, მაშინ ის რაც შენ ხელში გიჭირავს, მხოლოდ იარაღი არ არის. ეს უკვე ჩემი ცხოვრებაა. საუბარს კი აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის თანასწორობაზეა დაფუძნებული. ამ სამყაროს მკაცრი სიმართლე კი ისაა, რომ როდესაც ფული ლაპარაკობს, სიმართლე დუმს და როდესაც ძალაუფლება ლაპარაკობს, ფულიც კი სამი ნაბიჯით იხევს უკან. ისინი, ვინც წესებს ადგენენ, ხშირად პირველები არ ღვევენ მათ. რატომ? იმიტომ რომ წესებს სუსტებისთვის იყენებენ, რადგან ის სუსტისთვის ჯაჭვია, ძლიერებისთვის კი იარაღი. აი ეს არის რეალობა. აქედან ადვილია დასკვნის გამოტანა. ამ სამყაროში ყველაფერი კარგისა და სიკეთის მისაღწევად საჭიროა ბრძოლა. დიახ, დაუღალავი ბრძოლა. ბრძოლა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო. შენი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის. ვიღაცა იღწვის მთელი სამყაროსთვის. ასეთებიც არიან და გვინახავს. ვიღაცა იღწვის სხვების ინტერესებისთვის. ასეთებიც ბევრი გვყავს, რომლებიც არც თუ ძალიან მეგობრულები არიან ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. თუ ვინმე თავზე დაგაჯდა, თანაც შენი შთაგონება არ ესმის, რომ არასწორად გექცევა, თანაც მძიმე სატარებელია,
მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს, მაშინ ორი გამოსავალი გაქვს. პირველი შეეგუო იმას, რომ ხარ მონა და არის მეორე გამოსავალი, რომ მუცელი გამოფატრო იმას, ან შუბლი გაუხრიტო, ვინც ასე გექცევა, ან ჩამოახჭო, ან დაწვა, რომლის მაგალითებიც უამრავია ისტორიაში. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ამბები ხდებოდა საქართველოშიც, როდესაც ადამიანებს მიიყვანდნენ რაღაცა დონის სასოწარკვეთამდე, რომლის იქითაც სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ხედავდნენ. და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ეს ადამიანის ბუნებაა. თუ დაუწვევი ბოლომდე, დაგჩაგრიან ბოლომდე, თუ დაინახავენ შენში ძალას, დაფიქრდებიან, რა შედეგი შეიძლება ამას მოყვეს. ამიტომ თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, როგორი აწმყო და როგორი მომავალი ექნება. და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ეს კაცობრიობამ გამოიმუშავა მრავალი საუკუნის მანძილზე. მათ შორის ჩვენმა ერმაც. და ცხოვრებისეული ეს კანონები ვრცელდებოდა როგორც ინდივიდებზე, ასევე მთელ საზოგადოებაზე. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ ბუნებაში შემთხვევით არაფერი არსებობს. რადგან ყველა ასეთი მოვლენის მრავალი ისტორიული მაგალითი არსებობს. უფრო სწორად კი მთელი ისტორია ამაზეა დაწერილი. ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა საკუთარი უფლებების მოსახვეჭად, ბრძოლა იმისათვის, რომ ანგარიშს გიწევდნენ. თქვენ გაქვთ საშუალება ეს შეაფასოთ, გადააფასოთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა მდგომარეობაშია საზოგადოება, როგორ ექცევა საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს და ყველა ერთად საკუთარ ქვეყანას. ამის შეფასების უნარი გააჩნია თავისუფალ ადამიანებს. დანარჩენებზე რა მოგახსენოთ. ასეთი პრეამბულა იმიტომ გავაკეთე, რომ ადვილი წარმოსადგენი იყოს თქვენთვის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება, რომელსაც ზუსტად შეიძლება მიუსადაგო ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზეც მოგიყევით. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ადვილი იქნება ანალოგის გავლება. ერთი თვე გახდება მალე, რაც ომი მიმდინარეობს ირანში და ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ასეთ მოკლე დროში უკვე მთელი მსოფლიო შეიცვალა. და რამ გამოიწვია ეს? რა თქმა უნდა, დეფიციტმა, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდამ, რა თქმა უნდა, თავხედობამ, როდესაც ერთს აქვს იარაღი და მეორეს არ აქვს. და როდესაც მონახა მეორე მხარემაც იარაღი, მან შეძლო და პასუხიც გასცა. ასია მოწყობილი ეს სამყარო, როგორც დავიწყე, თუ შენ პისტოლეტი გაქვს, მე კიდევ არა, ეს უკვე ჩემს სიცოცხლეს უკავშირდება. მაგრამ თუ შენც პისტოლეტი გაქვს და მეც, მაშინ აქ სხვა პარიტეტი ხარდება. აი ეს არის რეალობა. ამიტომ დავიწყე საუბარი სწორედ ასეთი კუთხით. ძველ დროს თქვენ კარგად იცით, ირანი, როგორც სპარსეთი, დამპყრობელი სახელმწიფო იყო. შემდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ბრიტანელებმა და რუსეთის იმპერიამ გაიყვეს. სტალინის დამსახურებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ სუვერენული სახელმწიფო შექმნეს. ახლა ის ვითარება, რაც ირანში შეიქმნა, არც ირანული და არც ამერიკული მხარე არ აღიარებს დამარცხებას. თუმცა, თუ ობიექტურად მიუდგებით, ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი მმართველების უდიდესი ნაწილი გაანადგურა, მიუხედავად ამისა, ირანელებმა სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს და სახელმწიფოდ შეინარჩუნეს. და აგრესორს სათანადო პასუხიც გასცეს. თითქოს ახლა მათ ინტერესებში უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მათი ომის დასრულებას პირი არ უჩენს. ამიტომ, სავარაუდოდ, არავინ იცის რამდენხანს, მაგრამ ჯერჯერობით აუცილებლად გაგრძელდება. რასაც გარკვეულწილად
და ალბათ ასეც იქნება დრამატული შედეგებიც მოჰყვება გლობალურ ეკონომიკაზე და ამისი უამრავი მტკიცებულება უკვე სახეზეა. თქვენ ამის შესახებ მშვენივრად იცით. თუ კარგად დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ირანელებს გაუჩნდათ ინტერესი ეს პროცესი გააჭიანურო. დიახ, რადგან რაც უფრო დიდხანს გაიწელება, მით უფრო სასოწარკვეთილი გახდება პრეზიდენტი ტრამპი და ასევე სათანადოდ მისი გუნდიც. რადგან ის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელშიც ახლა ტრამპანუტია, როგორც მას ვეძახი, არ გამოვრიცხოთ, რომ მის გუნდსაც გადაედოს. ან რა გასაკვირი უნდა იყოს, რომ იტყვიან ვის გვერდითაც ხარ, იმისგან აუცილებლად რამე გადმოგედებაო. ტრამპისგან კარგი რა გადაედებათ. ანუ მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ლოგიკური მსჯელობის და აზროვნების უნარს ერთი მეორეს მიყოლებით დაკარგავენ. იმიტომ რომ მთელი დღე მას უსმინო მის აბდაობდა საუბარს, მის შეფასებებს და ასე შემდეგ, ალბათ რთულია დარჩენ ნორმალურ მდგომარეობაში და ამან არ იმოქმედოს შენზე რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს. ამიტომ ალბათ მის გარემოცვაზე ეს განსაკუთრებით მოქმედებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მის ოვალურ კაბინეტში იმყოფებიან და ისმენენ მის ამა თუ იმ შეფასებებს და გეგმებს. მე უკვე წელიწადზე მეტია გიყვებით მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ კონგრესის და სენატის წევრები, რომ თურმე სასწრაფოდ უნდა მიიღონ რაიმე ზომები. შეიძლება ეს თამაშის ნაწილიც იყოს, რათა შემდგომში უკანდასახევი გზაც გქონდეთ, რომ ჩვენ კი არა ავადმყოფი კაცია დამნაშავე იმ ყველაფერში, რაც ამერიკას დაემართაო. ავადმყოფ კაც კი რა მოეკითხებაო. მაგრამ არ შეცდებიან თუ დაეყრდნობიან იმ დიაგნოზს, რომელიც მე დისტანციურად დავუსვი უკვე პრაქტიკულად 1 წლის წინ და კიდევ უფრო მეტი. წინსწრებით ვიტყვი, რომ ამ ომს ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს იარაღით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობით. ვინც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად უფრო ჯანსაღი აღმოჩნდება, რომელი მხარეც, საბოლოო ჯამში ის გაიმარჯვებს. დღეს ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ ან ერთმა მხარემ გაიმარჯვა, ან მეორემ. თუმცა ერთიც აცხადებს, რომ გაიმარჯვა და მეორეც. მაგრამ ეს უფრო ახლა გადავიდა ფსიქოლოგიურ ბრძოლაში და ვინც უფრო მდგრადი აღმოჩნდება, მას აქვს შანსი, რომ ეს საქმე გამარჯვებით მიიყვანოს ბოლომდე. ამიტომ თუ კარგად დააკვირდებით, ადვილად ამოიცნობთ, რომელ სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს უპირატესობა ამ დაპირისპირებაში და რომელ მათგანს აქვს, რომელ საზოგადოებას აქვს მათ შორის მდგრადობა. ესეც ადვილი მისახვედრი და ამოსაცნობი იქნება. მაგრამ განაყოლას აწყობს ამისი ხმამაღლა წარმოთქმა საქართველოში. რასიზმ, კონიუნქტურა, კონიუნქტურა, კონიუნქტურა. ეს განსაზღვრავს ბევრ რამეს. პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად მოუწევს საჯაროდ აღიარება, როდესაც ამას გააცნობიერებს. თუ ის არ შეცვლის აღებულ კურსს, ისეთ აისბერგს შეეჯახება, რომ ტიტანიკი მონაგონი იქნება მასთან შედარებით. და ესეც ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც მათი ექსპერტები პოლიტიკურ ჩავარდნას უწოდებენ, რაც სერიოზულ ზეწოლას ახდენს ტრამპანუტ ტრამპზე, რომელიც უკვე ძალიან მძაფრად იგრძნობა. ახლა ის ცდილობს ამ წაგებულ თამაშში თავი მოაწონოს მედიას და ითამაშოს გულისხმიერისა და ირანელ ხალხზე მზრუნველის როლი. დიახ, თითქმის ერთკვირიანი ულტიმატუმის შემდეგ კიდევ 10 დღე მისცა. როგორ მოგწონთ? ეთყობა ყველა ჩვენი ანდაზის განხორციელებას აპირებს. წყალწახებული ხავს ეკიდებოდაო. ტრამპანუტე კი თითოეულ დღეს ეკიდება, რადგან მისთვის კატასტროფა ახლოვდება. განსაკუთრებით თუ ის გადაწყვეტს და ირანულ კუნძულზე გადასხავს თავის სამხედროებს. და წარმოიდგინეთ, რა მოხდება დღეში, თუ ირანელები არ დაეთანხმებიან
ამ ტრამპანუტის 15 პუნქტიან გეგმას. აპირებს თუ არა ის ირანის დაბომბვას? რა მოუვა თავში აზრად? რთულია სათქმელად, მაგრამ შეეცდება სახე შეინარჩუნოს, რომელიც დიდი ხანია უკვე აღარ აქვს. აპირებს თუ არა ის მათი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას? კი ამბობს დავბომბავო, მაგრამ რა თქმა უნდა აპირებს, მაგრამ იქნებ რაღაცამ გადააფიქრებინოს. მაგრამ კიდევაც რომ დაბომბოს, ამითი ომს მოიგებს? ამ დაბომბვით ირანელებს აიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადონ? რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია. ყველაფერი პირიქით მოხდება. მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო დაუმძიმებს სიტუაციას და განაწყობს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. რაც უკვე ხდება, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა დაზარალდა. ძალიან ბევრი სახელმწიფო დგას ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. მან მსოფლიო საზოგადოება მიაჩვია მოლოდინს, დიახ, ესეც მანიპულირების ერთ-ერთი ხერხია. რათა შექმნას მოლოდინი, რომელსაც ისეთივე პოლიტიკური სიმყარე აქვს, როგორც ჭაობს, რომელსაც მხოლოდ ჩათრევა და დახრჩება შეუძლია. აი ეს არის მისი კონცეფცია, რომ თითქოს ერთსეომება, მაგრამ სხვებიც გზადაგზა გაანადგუროს, წააქციოს, დაასუსტოს და ასე შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ ამ ტრამპანუტიმ ბევრი ხელსაყრელი მომენტის გაუშვა ხელიდან. მას შეეძლო სიტუაციის საყაიმო ვითარებამდე მიყვანა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამარჯვებად გამოაცხადებდა. ახლა კი მაინცა და მაინც აღარ დარჩა არჩევანი. იმის გარდა, რომ თავისი ურთიერთგამობრიცხავი აბრაკადაბრა განცხადებებით გააბრუვა ყველა, ასევე მოიძულა კიდევაც უყველა. როგორც აღმოჩნდა, მას და მის გუნდს გეგმებში არც კი ქონიათ მცირეოდენი ეჭვიც კი საკუთარი შანსების რეალიზებაში. დავხოცავთ ლიდერებს, მოხდება აჯანყება, გადაატრიალებენ ხელისუფლებას და ახლად გამომწვარი დემოკრატიული ირანი ჩაგვარდება სამუდამოდ. როგორც სხვა ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ქვეყნები, ხო და მერე წველე და წველე დემოკრატიული აღთქმებით ეს პაპუასებია. და აი ეს იყო მათი მიდგომა. და დღესაც ასევე რჩება, რომ ისინი არიან უმაღლესი რასა და დანარჩენი სამყარო პაპუასები. ეს რეალობაა, რაც არაერთხელ გაამჟღავნეს თავის წამოწდენებში, რომელიც დოკუმენტურ ხასიათსაც ატარებდა. ხო და მათი გეგმა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, აღმოჩნდა სრული პრიმიტივიზმი და ეს დადასტურდა კიდევაც იმ შედეგებით, რაც მიიღეს. გასაგებია, რომ ქვეყნები მაშინ იწყებენ ომებს, როდესაც ისინი ოპტიმისტურ გეგმებს აწყობენ და მოტივირებულნი არიან ვინმეს გასაძარცვად. მტაცებლები მხოლოდ იმას გეგმავენ, რომ მცხრები ხელს ვერ შეუბრუნებენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირანელები მთლად მცხრებიც არ აღმოჩნდნენ და ეს იყო მათთვის რაღაც ახალი. როგორ? არათუ ხელი შემოგვიბრუნეს, არამედ სიტუაციასაც აკონტროლებენ. ზოგადად მტაცებლის ასეთი მიდგომა სრულიად ლოგიკურია. მას ხომ არ უნდოდა იმაზე ფიქრი, რომ მცხვრის თუ არა ჯიხვის ტყავში მგელი დახვდებოდა. ეს რომ სცოდნოდა, იქნებ სხვა გეგმები დაელაგებინა. თორემ ვინ დაგეგმავს ომს, თუ ფიქრობს, რომ წააგებს. არა და დაგეგმეს ისე, რომ განწირულები არიან წაგებისთვის. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, ეს რეალობაა. ის ხომ თავნება კაცია, არავის არ უსმენს, მარტო საკუთარი სიტყვების ესჯერა, რომელიც ყოველდღიურად რამდენჯერმე იცვლება, როგორც მისი მოსაზრებები, ისე მისი ფორმულირებები და ასევე მისი გამონათქვამები. ფაქტია, რომ ტრამპს სხვა ომი ჰქონდა წარმოდგენილი, არადა სრულიად სხვა ტლაპოში აღმოჩნდა. ვენესუელათი და მადუროთი გაგულისებული შეტოპა და ვეღარ მოზომა. ესეც ფაქტია, ამანაც იმოქმედა მასზე. თუ კიდევ ერთ ოპერაციას განახორციელებდა, მისი წარმოსახვით, ეს კიდევ უფრო აუწევდა მას რეიტინგს მთელ მსოფლიოში. მაშინ გრენლანდიასაც თავისით მიართმევდნენ მას, თუ არა მთლიანად ჩრდილოეთ პოლუსსაც. ალბათ მის წარმოსახვაში უამრავი გეგმა იხატებოდა, როგორ დაამარცხებდა ირანს.
კრასანასავით შეფრინდებოდა, დაბომბავდა ყველას, დახოცავდა ბავშვებს და მმართველობის მთელ ვერტიკალს, დიდი პომპეზურობით გამოაცხადებდა ირანელების დამარცხებას, ნიუ-იორკში ჩაატარებდა გამარჯვების აღლუმს და ასე შევიდოდა ისტორიაში, როგორც ტირანიის გამანადგურებელი პრეზიდენტი. ტაში გუგური. აი ეს არის მისი ფანტაზიები, რომელმაც აქამდე მიიყვანა ეგრეთ წოდებული დემოკრატიული შეერთებული შტატები. ვინც უკვე კარგად შეისწავლეთ მისი ფსიქოტიპი, ალბათ თქვენც ივარაუდებთ, რომ ასეთი მიმართულებით ფიქრობდა ის. მაგრამ როდესაც ეს ასე არ ხდება და თავისი მეგობრისა და მფარველის ნეტანიაჰუს წყალობით ამ შარში გაყო თავი და საბოლოოდ იმ ვითარებაში აღმოჩნდა, რომელსაც გამოფიტვის ომს ეძახიან, თანაც იმ ფონზე, რომ ყველა მოიწულა და პარტნიორებიც აღარ დარჩა ევროპაში და აღარც ნატოს კანტორაში. იმიტომ რომ ნატოს უარყოფდა, ევროპელ პარტნიორებს უარყოფდა, დარჩა მარტო და თავისი გარემოცვა. დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია აქვს კონგრესშიც და სენატშიც, რომ მალე არც ერთი მომხრე აღარ იქნება, თუ არა გადაბირებული ან ნაყიდი კონგრესმენები ან სენატორები. რომ ყველას ესმის, რა მძიმე ვითარებაში ჩააგდო ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურადაც, რომელიც ჯერ კიდევ რომ იტყვიან წინა აქვთ და ის აუცილებლად დახვდებათ. თუნდაც იმ სიტუაციას გადახედეთ, რომ შეერთებული შტატების მედიამ ვერ შეძლო სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება, რომ უფრო სათავისოდ წაეყვანათ საინფორმაციო ნარატივი. ანუ ძალიან გაჭედილები არიან და ვერაფერს ვერ უხერხებენ ამ სიტუაციას. მათ ვერ შეძლეს ერთიანი საინფორმაციო ნარატივის შექმნა, რომ დაერწმუნებინათ მსოფლიო საზოგადოება, რომ ეს სამართლიანი ომია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. სწორედ ეს ვერ მოახერხეს. ყველაფერი მოხდა პირიქით. უფრო დამაჯერებლად ისმის ირანის გამარჯვება, ვიდრე ტრამპისა, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ თავხედურად აგზელებს მე გავიმარჯვებ. მისგან ეს გასაკვირი არ არის გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ დააკვირდით, თუ ვინმეს რეალურად სურს ირანთან მოლაპარაკება, ეს ტრამპი ტრამპანუტია. რატომ? იმიტომ რომ ჩიხშია შესული. და რაც უფრო მეტად გაჯიუტდება, მით მეტს დაკარგავს თვითონაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. აი რა ვითარებაში აღმოჩნდნენ. ტრამპს, რა თქმა უნდა, სურს შეთანხმება, მაგრამ მისი პირობებით. ამიტომაც არ შეუძლია მას შეთანხმების მიღწევა. რომელი ჭკვატმყოფელი დაჰყვება ახლა ირანში, რომ მისი პირობები მიიღონ. ეს ხომ დაუშვებელია, შეუძლებელია უბრალოდ. და რა თქმა უნდა, ირანი მის პირობებზე არ დათანხმდება. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უახლოეს ხანში დადგება როგორც ამერიკის, ისე მთელი მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ირანელებს აქვთ თავისი მთავარი ინტერესი. უბრალოდ არ დაუშვან ეს სიტუაცია. და მომავალში, როდესაც მათ მეტი გავლენის ბერკეტი ექნებათ ხელში, ვიდრე ახლა აქვთ, ისინი შეეცდებიან დადონ გარიგება, რომელიც მათთვის ხელსაყრელი იქნება. ანუ არ ჩქარობენ. ურჩევნიათ მოიცადონ უფრო მეტად მომწიფდეს სიტუაცია და იძულებული გახადონ ტრამპი ამ ჰაერში დაკიდული מחვილის ქვეშ აიძულონ სხვა გარიგებაზე წამოსვლა. მე ვფიქრობ, ძალიან სწორი სტრატეგია აქვთ შერჩეული. და რატომ აქვთ შანსი ირანელებს, რომ თავისი ჩანაფიქრი განახორციელონ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საწვავი უკვე ამოეწონათ. ამიტომ ხალხს სახლში დარჩენას თხოვენ. სულ რამდენიმე თვეში ექსპერტები საკვების დეფიციტს პროგნოზირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები იძულებულნი იქნებიან რაციონირებაზე გადავიდნენ. ესკალაცია კი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ისრაელმა ირანის გაზის უდიდეს საბადოზე მიიტანა თავდასხმა და ირანმა საპასუხოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხა. ანუ ირანი ყველა მათ თავდასხმაზე პასუხობს. ეს არის რეალობა. და როგორც აღმოჩნდა, ამოუწურავი რაოდენობა ჰქონია ამ რაკეტებისა და დრონების. არ გამოვრიცხოთ, რომ მას აწვდიან კიდევაც დაინტერესებული ქვეყნები. და უამრავი საშუალებაა ამისა, არა მარტო ზღვით, არამედ ხმელეთითაც მიწოდებისა. რაც გასაკვირიც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ დღეს ირანს გაცილებით მეტი მომხრე ყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ამიტომ ეს ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს. უკვე ვხედავთ მნიშვნელოვან შედეგებს გლობალურ ეკონომიკაზე. ვინ ჩააქრობს ამ ყველაფერს? ვინ შეაჩერებს ამ ამერიკულ ფსიქოსს? აი ეს საკითხი აწუხებთ ყველას. მრავალი საავიაციო რეისი გაუქმებულია, თქვენ ეს იცით. უკვე გაჩნდა თხევადი გაზის დეფიციტიც. ზამთრისთვის ეს კიდევ უფრო გაორმაგდება და გაათმაგდება. სასუქის დეფიციტი გამოიწვევს დაბალ მოსავლიანობას. და აქედან გამომდინარე შედეგებიც. ვინ იქნება ამაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, ეფშტეინის დოსიე და ტრამპის მცდელობა ეს გადაეფარა. და ასევე მის უკან მდგომი ნეტანიაჰუ. დიახ, ირანმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ნავთობის ფასის $200-მდე ასვლა ერთ ბარელზე, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე. რადგან მთელი გლობალური ეკონომიკა წლების მანძილზე იაფი ენერგიის ხელმისაწვდომობაზე იყო აგებული და დაფუძნებული. ასე რომ სამწუხაროდ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ეს ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება. უნდა გითხრათ, რომ ჩრდილოვანი მთავრობისთვის, რომელზეც მე ხშირად მისაუბრია და თქვენ იცით, ვის გულისხმობ, მთავარი იყო ომის დაწყება. და ახლა რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ისინი არ დაუშვებენ ამ ომის სწრაფად დამთავრებას, მის კუპირებას და დასრულებას. ისინი ამას არ დაუშვებენ. იმიტომ რომ ამ კრიზისის მიღმა იმალება კიდევ სხვა ჩანაფიქრი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის შემცირებასთან. იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში დაიზოგოს რაც შეიძლება მეტი ენერგეტიკული რესურსი. ეს ძველი პარადიგმა, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. აი ეს არის რეალობა. ჩვენ ვიცით, რომ არც ტრამპსა და არც მის გარემოცვას, მის კაბინეტს არ სურს სახმელეთო ჯარების გაგზავნა ირანში. მაგრამ ის ახმოვანებს ამას და მიჰყვება მათ კარნახს, რომ თავი გადაერჩინოს და პასუხისგებლობაც ნელ-ნელა გადაანაწილოს თავისი გუნდის წევრებზე. იმიტომ რომ დღემდე რომ იტყვიან, მთელი პასუხისგებლობა თვითონ ჰქონდა აღებული საკუთარ თავზე, სადაც ამითი პრაქტიკულად ფარავდა ნეტანიაჰუს როლს. და ახლა უნდა რომ გადაანაწილოს ეს პასუხისგებლობა. და გასაკვირიც არ არის, რადგან ხვდება რა დასასრულიც მას ელოდება. საბოლოოდ გასაწირი ფიგურა კი მაინც თვითონ იქნება, რაც გასაკვირიც არ უნდა იყოს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ შეიძლება ის უმნიშვნელო პაიკში გაიცვალოს, რადგან ის ყოველდღე კარგავს ფასს და საბოლოოდ დაიყვანენ იმ დონემდე, რომ ადვილად გაცვლიან მას რიგით პაიკში. იმიტომ რომ მან მთავარი მისი დანიშნულება შეასრულა, გააჩაღა ომი რეგიონში. ახლა არ გამოვრიცხოთ, კიდევ სხვა ცხელი წერტილი შეაქმნევინონ. მაინც უკვე გათვლილია და წასასვლელია. ამიტომ კიდევ რაღაცა ჩაადენინონ, მაინც გასაწირი პაიკია და მაინცო. და თუ ასე განვითარდა მოვლენები, როგორც მე ვფიქრობ, საბოლოოდ ეს მთელ მსოფლიოზე გავრცელდება. სხვა ქვეყნები ჩაერთვებიან ამ ომში, რადგან აიძულებენ, რომ ისინიც ჩაერთონ. რათა გადარჩნენ. დიახ, იმიტომ ჩაერთვებიან ომში, რომ გადარჩნენ და მათ როგორც სახელმწიფოებრივ არსებობას რაიმე არ დაემუქროს. მათი მხრიდან, ვინც ეს ომი დაგეგმეს და გააჩაღეს. ასე რომ საუდის არაბეთი ირანისთვის ომის გამოცხადებაზე ფიქრობს და საუდის არაბეთს პაკისტანთან ნეიტრალური თავდაცვის პაქტი აქვს გაფორმებული. ასე რომ დიდი ალბათობით პაკისტანი ამ ომში ჩაერთვება.
იმ შემთხვევაში თუ ეს ომი ფართომასშტაბიანი გახდება. ანუ შეერთებულმა შტატებმა უკვე მოამზადა ის სახელმწიფოებიც, რომლებიც უნდა რომ გამოიყენოს და ბუფერად წინ გაუშვას. ამიტომ ეს კვირა გადამწყვეტი იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში და სათანადოდ მთლიანად მსოფლიოში. სულ ახლახან მოკლეს ალი ლარიჯანი, რომელიც ირანის საომარი მოქმედებების ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო. ამიტომ მას ჰქონდა უფლებამოსილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა, როდესაც ის გაანადგურეს, ჯერ არ ჩანს პირი, რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებდა მას. ანუ ეს მკვლელობაც შეგნებულად იყო, რომ ვაი თუ ირანი დათანხმდეს და მშვიდობიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რაც თავისთავად აბსურდი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავი დაიზღვიეს ომის გამჩახებლებმა. ამიტომ როგორც ჩანს, ორივე მხარე მიექანება ხანგრძლივი ომისკენ. ამიტომ მთელი მსოფლიო მზად უნდა იყოს გლობალური ეკონომიკის ჩამოშლისთვის. აქეთ მიაქანებენ, რომელიც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, საშინელ შედეგებს მთელი მსოფლიოსთვის. ეს ის სცენარია, რომელიც არც მე მომწონს და ალბათ არც თქვენ და არც ძალიან ბევრ ადამიანებს მსოფლიოში, მაგრამ არც ერთი მხარე არ გვიტოვებს შესაძლებლობას, რომ მშვიდობიან კალაპოტში განვითარდეს ეს პროცესი. ვინც ეს ომი დაგეგმა და მთავარი მოთამაშეები შეარჩია, რა თქმა უნდა, ქვეყნების სახით. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა გეგმებიც გააჩნიათ და რახანაკამდე მიიყვანეს საქმე, ახლა ხელიდან აღარ გაუშვებენ ამ სიტუაციას. ეს ცუდი სცენარი, რა თქმა უნდა, არავის მოეწონება, მესმის, მაგრამ ჩრდილოვანი მთავრობის გეგმები ჩვენს დამოკიდებულებასა და განწყობებს არ ითვალისწინებს. მაგრამ ამაზე ცუდი სცენარიც არსებობს, უნდა გითხრათ, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მოთამაშის მიერ ბირთვული ბომბის გამოყენებას და იერუსალიმის მეჩეთის ალაქსის განადგურებას, რაც პირდაპირ მიიყვანს მსოფლიოს რელიგიურ ომთან. ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ეს გეგმაც არსებობს და ეს გაჟღერდა კიდევაც. შემდეგ ამ ომის გლობალურ პროცესში გადაყვანა უკვე ტექნიკის საკითხია და რა თქმა უნდა ითვალისწინებს დიდი მოთამაშეების ჩართვას, რაც არ ითვალისწინებს სიმპათიებს და ანტიპათიებს ვინმეს მიმართ. მხოლოდ პროცესების განვითარების ცივი გონებით გაანგარიშება ეს სცენარები უკვე არსებობს და იმის მიხედვით, რამდენად დინამიურად მოხდება მათი განვითარება, ეს განსაზღვრავს მოქმედების მასშტაბს და სიხისტეს. მეგობრებო, მე სულაც არ მაქვს მიზანი ვინმე დავზაფრო, მაგრამ გადახედეთ მდგომარეობას, თვითონაც გადაავლეთ თვალი პრესას, მედიის საუბარს, შეეცადეთ ამოიცნოთ მათი რეალური განზრახვები, რას უკავშირდება და საით მიყავთ პროცესი. და ბევრი რამე სადაც ნათელია და კიდევ უფრო ნათელი გახდება თქვენთვისაც. მაგრამ უნდა გვესმოდეს და გავითავისოთ, რომ ყველა ამ ომს აქვს თავისი ლოგიკა და განვითარების იმპულსები. კიდევაც რომ რომელიმე დიდმა მოთამაშემ მოახერხოს და ამ პროცესს მოუნახოს გასაგები, ჯერჯერობით ამ ორ მხარეს, რათა დასვას ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის მაინც ვერ აიღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე დაარღვია შეთანხმება, მის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. რადგან აპრიომი ეს უკვე დაწყებული იქნება მესამე მსოფლიო ომი, მთელი თავისი მასშტაბით და რა თქმა უნდა სიმძლავრით. თანაც აშიშისთვის ცნობილია, რომ თუ ირანთან დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, პირველი, ირანი მოითხოვს $1 ტრილიონ რეპარაციას და მეორე, ის მოითხოვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამუდამოდ დატოვოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, რათა უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი გადარჩენა. და რა თქმა უნდა, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები არ დათანხმდება. ანუ ჩიხი ამ მოლაპარაკებებში უკვე გარანტირებულია. როგორ აარიდებენ ამას თავს, როგორ დაუძრებიან ამ სიტუაციას ხელიდან, რთული წარმოსადგენია. თუმცა დიპლომატიას აქვს შესაძლებლობა ყველა სიტუაციიდან გამოწვეს. მაგრამ რამდენად დაყვებიან ამ სხვადასხვა ვარიანტებს, როგორ შეაჩერონ ეს ომი. ეს რთული სათქმელი იქნება. თუ ვთქვათ, შეერთებული შტატები დაყვება
ირანის ამ მოთხოვნას, მაშინ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები ერთობლივად გახდებიან ირანის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფოები, რადგან მხოლოდ ირანს შეუძლია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, ასევე საერთო სახლის გამოყენება. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს საფუძვლად უდევს ნავთობდოლარი. ასე რომ რასაც ეს საბჭო აკეთებს, არის ის, რომ ნავთობს ყიდიან ASH დოლარებში და შემდეგ ამ ფულს აბრუნებენ ამერიკის ეკონომიკაში. ამიტომ თუ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები უარს იტყვიან ნავთობდოლარზე, ეს ამერიკის ეკონომიკას სრულად ჩამოშლის. ამას, რა თქმა უნდა, იქნება ჯაჭვური რეაქციაც. როდესაც იაპონია და სამხრეთ კორეა გადახედავენ ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებს და გადაწყვეტენ, რომ შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლიათ მათი უსაფრთხოების გარანტირება, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ რემილიტარიზაცია და ყველა რესურსის დახარჯვა ჩინეთის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ესეც თავის დროზე, რომ იტყვიან, დამარხული თავია ამერიკელების მიერ. არც ევროპა ჩამორჩება მათ და დასუსტებული ASH-ის შემთხვევაში თვითონვე შესთავაზებენ ირანს ერთობლივად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომელიც დღითიდღე ეცლებათ ხელიდან. და ყველა ის პრეფერენცია, რაც მათ მოიპოვეს ბოლო 50 წლის მანძილზე. ასეთი მიდგომა ექნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსაც, რადგან მათ დღესაც კარგად იციან, რომ ისინი ჩაეთრიეს რუსეთის წინააღმდეგ თამაშში, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური საფუძველი არ ჰქონდა და არც ახლა გააჩნია. და როდესაც მათ სიტუაცია გამოაფხიზლებს, ხომ იკითხავენ, რატომ ვებრძვით რუსეთს? განა ჩვენს ინტერესებში არ იქნება რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და რაც შეიძლება მალე დაიდოს ეს ხელშეკრულება. ანუ გამოფხიზლების მომენტიც წინ გვაქვს, როდესაც გადახარშავენ ყველა ეს ქვეყნები, რა სიტუაციაში ჩააყენეს, სადამდე მიიყვანეს საქმე და თავისი ქვეყნები. და რას უნდა ნიშნავდეს ეს შეერთებული შტატების დოლარისთვის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის სისტემისთვის. რა თქმა უნდა, სრულ კოლაფსს და ამის შესახებ არ იციან ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესანიშნავად იციან. და ახლა სწორედ ამაზე მიდის მუშაობა, მათ ტრამპის გადარჩენა კი არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ დოლარის გადარჩენა იმ მოსალოდნელი სცენარებისგან, რომელიც კიდევაც რომ არ იყოს ვინმეს მიერ ინსპირირებული, თვითონ სიტუაცია მიიყვანს იქამდე, როდესაც დოლარზე იტყვიან უარს, რადგან თვითონ შეერთებულმა შტატებმა მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. და ამიტომ დავსვიმე კითხვა. ექნება თუ არა გაანგარიშება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ანალიზისა და დაგეგმარების ცენტრს. და ვპასუხობ, რა თქმა უნდა, ექნებათ. და რა თქმა უნდა, აქვს. მაგრამ აქ ისმება კიდევ შემდეგი კითხვა. ძალუც კი ტრამპის ადმინისტრაციას იმოქმედოს გეგმის მიხედვით. მე ეჩვენებარება. ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ ომის სამინისტრო სტრატეგები წინააღმდეგობაში შევიდნენ უსაფრთხოების სტრატეგიული ანალიზისა და დაგეგმარების ცენტრის შეხვედრასთან. ტრამპს ჩვევია ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების მიღება და ხშირად მოქმედების დაწყებაც, რომელსაც შეუძლია ამჯერად სრულ კოლაფსამდე მიიყვანოს ამერიკის შეერთებული შტატები. არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკის ვალმა 39 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა უკვე. ამგვარად ამერიკის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე და სხვა დიდ მოთამაშეებზე. ამიტომ თუ მათ ეჭვი შეეპარებათ ASH-ის მომავალში და მის სტაბილურობაში, იმაზე ადრე ჩამოიშლება ASH-ის დოლარი და მისი ეკონომიკა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამიტომ ASH-ის ეკონომიკა ვერ გაუძლებს მის ახლო აღმოსავლეთიდან გასვლას. ეს სასიცოცხლო რეგიონია მისთვის. ასე რომ ამერიკელები კარგ ხნით არიან გაჭედილები იქ. სხვათა შორის ირანში დაწყებული შეტევებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთმა 800 მილიარდის ASH-ის ობლიგაციები გაყიდა. ამან, რა თქმა უნდა, სერიოზული ძვრები გამოიწვია და საფონდო ბაზარსაც დაარტყა. რასაც შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მოყოს
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეერთებულმა შტატებმა საკუთარ თავში ვერ იპოვა ძალა, სოფლიო ენერგეტიკული და საფინანსო და საფონდო ბაზრები დაამშვიდოს. იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მართლაც ჯაჭვური რეაქცია, როდესაც ჩამოიშლება მთელი საფონდო ბაზრები, ჯერ ამერიკული და მერე მიყვება მას დანარჩენი ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა მაინც მიბმულია მათზე. და ყველა მიცის, რომ ჩინეთის მოქმედება ხშირად ინდიკატორის როლს თამაშობს დანარჩენი სახელმწიფოებისთვის და განსაკუთრებით სავალუტო და საფონდო ბირჟებზე. ამიტომ აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწევს ირანთან კონფლიქტი ისეთი მიმართულებით წაიყვანოს და განავითაროს, რომ ირანის ჩამოშლამდე თვითონ არ ჩამოიშალოს. თვითონ არ ჩამოეშალოს სავალუტო და საფონდო ბირჟები, რომლებსაც ჯაჭვური რეაქცია ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამიტომ რა გასაკვირია, რომ შექმნილ ვითარებაში ჩინეთი გამოიყენებს მომენტს, რომ აშშ-ს აჩვენოს ჩინეთის რეალური ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში. მოახლოვდა დრო, როდესაც უნდა გაფორმდეს ბრიქსის რეალური როლი და ბრიქსის რეალური შესაძლებლობა მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში. და ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისი გაფორმებისთვის. და ისეთი დიდი და მზარდი ძალა, როგორიცაა ჩინეთი, ბუნებრივად მოითხოვს ჰეგემონიას საკუთარ რეგიონში. ამიტომ ჩინეთი გააკონტროლებს აღმოსავლეთს. ალბათ დაიწყება ტაივანთან მოლაპარაკების პროცესი გაერთიანების შესახებ, რაც სრულიად შეცვლის რეგიონში პოლიტიკურ მსურათს. და ეს უკვე დროულიც არის, იმიტომ რომ იმდენი ათეული წელია გაიწელა ეს საკითხი, რომელსაც რა თქმა უნდა შეგნებულად ამოხრუჭებდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა უნდა დაჰყვეს ჩინეთის სურვილს და მოთხოვნებს, რომ თვითონ არ დაზარალდეს შეერთებული შტატები იმაზე მეტად, ვიდრე უკვე დაზარალდა და პერსპექტივა კიდევ უფრო მეტი პრობლემებისა. მე ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი არა მარტო ირანისთვის და რეგიონისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც დიდი პერსპექტივაა. რეალობა კი ისაა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მიმდინარე ომი უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკაზე. ინდოეთი ნავთობის დაახლოებით 60%-ს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იღებს. იაპონია ნავთობის 65%-ს სპარსეთის ყურიდან იღებს. პაკისტანი თავისი ნავთობის უმეტეს ნაწილს 65%-ს სპარსეთის ყურიდან იღებს. ჩინეთის მოხმარების 40%-ს ამ ქვეყნებიდან იღებს. ტაილანდსა და ვიეტნამსაც უკვე ეწურებათ საწვავი. მე უკვე გითხარით, რომ უმეტესი ვარაუდი იმაზეა გათვლილი, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი ომი, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ცვლილებებს ეკონომიკაზე. და არ გამოვრიცხავთ, რომ ყველაზე მეტად ამ სიტუაციამ იმოქმედოს ჩინეთზე, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს სხვებზე ნაკლებად მდგრადი, რადგან ბოლო 40 წლის მანძილზე მან თავისი მრეწველობა და ეკონომიკა ააწყო იაფი ენერგიის იმპორტზე. ამიტომ ყველაზე კონკურენტუნარიანი იყო მსოფლიო ბაზარზე. ახლა კი უკვე ყველაფერი იცვლება და კიდევ უფრო შეიცვლება. არა მათ სასარგებლოდ. შესაძლოა რეგიონში ჩინეთი ყველაზე მოწყვლადი გახდეს ამ მიმართულებით. იმის და მიუხედავად, რომ მას ჰყავს ალტერნატიული მიმწოდებელი, განსაკუთრებით გაზისა და ნავთობისა რუსეთიდან. მაგრამ ფასების ზრდა ენერგომატარებლებზე სერიოზულად იმოქმედებს მის კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიოში. ჩინეთის ეკონომიკა ახლა ძალიან არის დამოკიდებული საექსპორტო წარმოებაზე. ამიტომ გაუჭირდება სწრაფად გადასვლა ბევრად უფრო დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზე. თუ პროგნოზები გამართლდა, გაცილებით მეტად დაზარალდებიან აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი. დასავლეთ ნახევარსფეროში ბუნებრივი სიმდიდრე უბრალოდ უზარმაზარია. დასავლეთ ნახევარსფერო აბსოლუტურად თვითკმარია, მაგრამ ეს არ აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სპარსეთის ყურეში ამ ომის ყველაზე დიდი დამარცხებული სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრები იქნებიან, რადგან ბოლო 30-40 წლის მანძილზე სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებმა მირაჟზე ააგეს თავისი
წარმატება, რადგან ის არსებითად უდაბნოა, სადაც ძალიან მცირეა წვდომა მტკნარ წყალზე და ძალიან მცირეა სოფლის მეურნეობა. ამიტომ მას დიდი რაოდენობის მოსახლეობის შენარჩუნება არ შეუძლია. მაგრამ ნავთობდოლარითა და ამერიკული სამხედრო წარმოებით სპარსეთის ყურის ქვეყნებმა თავისუფლად შეძლეს ტექნოლოგიებში ინვესტირება, რაც მათ მოსახლეობის გაზრდის საშუალებას აძლევდა. ამომმა დაანგრია ეს მირაჟი და გამოავლინა მათი სისუსტე და მოწყვლადობა. ირანის გარშემო შექმნილმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ სპარსელ ხალხს აღმოაჩნდა გაერთიანების უნარი და ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ის შეძლებს კიდევ უფრო შეკრას ერი და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ, რომ ირანი 10-15 წელიწადში სრულად აღდგება და კიდევ უფრო განვითარდება. სად იქნება ამ დროს ამ ომის მთავარი ბენეფიციარი ისრაელი? რამდენიმე წელიწადში. უკვე კარგად არის ცნობილი ისრაელის ამბიციები და გრძელვადიანი გეგმები, რომელსაც ჰქვია დიდი ისრაელის პროექტი, რაც მათი მითით, რომელიც ერთმანეთს დააჯერეს და თუ თქვენ მათ საიდუმლო რუკას დააკვირდებით, რომელიც უკვე საიდუმლო აღარ არის, ის ვრცელდება ანატოლიამდე, რომელიც სამხრეთ თურქეთია და საუდის არაბეთსაც მოიცავს. ანუ მათი გეგმით სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებმა უნდა დაასრულონ თავისი არსებობა, ანუ უნდა განადგურდნენ. ამას ჰქვია ჯერ არაფერი შეუქმნიათ ამის მისაღწევად, მაგრამ დიდი თავის ტკივილი კი უკვე იყიდეს, ან იჩუქეს საკუთარ თავზე. და შეხედეთ, ეს გარდაუვალი ომია, რომელსაც ისრაელმა ჩაუყარა საფუძველი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ყველა არაბული ქვეყნები, რადგან დიდი ისრაელის პროექტით მათ გამოუცხადეს, რომ მათი არსებობა სასურველი არ არის. სავარაუდოდ ამ ომში ჩათრეული იქნება თურქეთიც. ისრაელს მტრები არც ადრე აკლდა, უნდა გითხრათ. ახლა კი ის პროცესი გააღვიძა და გააღვივა, რომელიც აპრიორი გამარჯვებით არ დასრულდება. არათუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, არამედ რუსეთიც კი რომ დაუდგეს მათ თავდებოდ. თუ ეს ომი დაიწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება ნეტანიაჰუს სიზმრები, იქნება ჩათრეული ამ ომში. ეს ომი ისრაელს საშუალებას მისცემს ახლო აღმოსავლეთის საკუთარი წარმოსახვისამებრ შექმნას, მაგრამ ვინ დაუდგება მას გარანტად, რომ პატარა ისრაელი ერთად არ გადაჯეგონ არაბებმა? ვერავინ ვერ დაუდგება მას გარანტად. ეს იქნება მსოფლიო ომი ტერორისტული შემადგენელით, რომელიც გადაინაცვლებს ყველა იმ ქვეყნებში, რომელიც გვერდში დაუდგება ისრაელს. ასევე თუ კარგად დავაკვირდებით თამაშების თეორიის თანახმად, ისრაელის მიერ დიდი ისრაელის პროექტის მიღწევის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სინამდვილეში არა ირანი, არამედ ამერიკაა. დიახ, რატომ? იმიტომ რომ ამერიკა გარანტიას იძლევა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს, საუდის არაბეთის, ყატარის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საიმიროებისა და ამ ქვეყნების სამხედრო უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ. ანუ ის აძლევს გარანტიას ამ ქვეყნებს. და თუ ისრაელი დომინანტი გახდება, ის ახლო აღმოსავლეთის ჰეგემონი გახდება. მას მოუწევს ამერიკის ამ დალაგებული კანტონებიდან ამოღება. მიუკერძოებლად რომ შევხედოთ, ამ ომმა აჩვენა ამერიკის ძალაუფლების რეალური შეზღუდვები, რადგან ეს ომი სერიოზულად აღიზიანებს ამერიკელ ხალხს. ამერიკელ ხალხს ეს ომი არ სურს. და თუ ის ისრაელის სურვილებსა და ამბიციებს მიხვება, თვითონაც დააყენებს საკუთარი ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამერიკელ ხალხს ისიც კი არ ესმის, რატომ არის ამერიკა ჯერ კიდევ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ძალიანაც შესაძლებელია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ ომში, ამერიკა იძულებული გახდეს გავიდეს ახლო აღმოსავლეთიდან. ამ შემთხვევაში ისრაელი შეძლებს თავისი დიდი ისრაელის პროექტის განხორციელებას. მე მეეჭვება,
ამ შემთხვევაშიც მეეჭვება და ყველა სხვა შემთხვევაშიც. ნეტანიაჰუს პროექტს და ამბიციებს ისრაელი მიჰყავს სრულ განადგურებამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ევროპაში არაბებთან შეთანხმებით იშვას ახალი ჰოლოკოსტის პროექტი და ჰიტლერებსაც რა თქმა უნდა რა გამოლებს. ხალხო, მოგიწოდებთ, გონსმოდით და ვისაც ხელი მიგიწვდებათ, რომ შეასმინოთ, შეეცადეთ და ამოხრუჭოთ მათი ამბიციები, რათა არ დაიწყოს ებრაული გენოციდის ახალი ეტაპი. ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ თვითონვე აღიზიანებენ მთელ კაცობრიობას თავისი გეგმებით. დღეს ამით შემოვიფარგლოთ და სხვა დროს გავაგრძელოთ თუ გნებავთ ეს თემაც. მომწერეთ, რას ფიქრობთ, რა თემაზე გინდათ საუბარი და შევეცდები ის თემა განვავრცო, რომელიცაც თქვენ მოინდომენ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და როგორც ყოველთვის კარგად მენახეთ. ნახვამდის.